მოვედით ქუთაისში მზია ამაღლებელის კოლეგები. აქ ცხოვრებდა ივანიშვილის რეჟიმის მსახურმა მალხაზი ოქროპირიშვილმა ჩვენი კოლეგის მზია ამაღლებლის საოპერაციო საჩივარი არ მიიღო წარმოებაში და არ განიხილა საერთოდ. მან დაარღვია კონსტიტუციური მოთხოვნები. ის არ არის ღირსეული მოსამართლე. ის არის ივანიშვილის და მურუსეთის კლანის მსახური. ჩვენი კოლეგა მზია ამაღლებელი მე-15 დღეში მშირო ხალხაციხეში მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე და აქ მცხოვრებმა უღირსმა მოსამართლედ წოდებულმა მალხაზ ოქროპირიშვილმა არც კი განიხილა საოპერაციო საჩივარი. სუფრება მზია ამაღლებელს ჩვენს კოლეგას ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დაფუძნებას რომელიც ამ მოსამართლე ივანიშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში დატოვა. ვირს რუსული რეჟიმი თავისუფლება მზიას თავისუფლება პოლიტპატიმრებს მოსამართლე წოდებულმა ოქროპირიშვილმა იცოდეს რომ აქ მდგომი ჟურნალისტები და საჯარო პირები საზოგადო მოღვაწეები არ დაუტოვებთ რეაგირების გარეშე დღეს უკანონო განაცხადებას. ითიქრეთ და ილოცოთ რომ მზიას რამე არ გაემართოს. ამ წუთებში ხმაურია ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელ სახლთან. ეს არის მოსამართლე რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოებაში არ მიიღო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე. მოსამართლეები მიხვდნენ იმას, რომ ისინი უნდა ემსახურებოდნენ კანონს და არა ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ისინი შეწუხდნენ, მაგრამ ისინი თავიანთი გადაწყვეტილებები უკვე ძალიან დიდხანს აწუხებენ ქართულ საზოგადოებას. ამიტომ მათაც მოუწევთ შეწუხება მოსახლეობის მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა. ოქროპირიშვილმა იცოდეს რომ კიდევ მოვალთ აქ საოპერაციო სასამართლოსთანაც მოგედგებით დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტები ვიდრე მზია იქნება თქვენი რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეობაში. ჩვენ ერთ წინა რეჟიმის არ შეგშინებია ვერც ახლა დაგომოვნებთ ივანიშვილის რუსული დიქტატურის პირობებში. კიდევ მოვალთ და მოსვენება არ გექნებათ ამ პოლიტიკური დავალების შესრულებისთვის. იფიქრეთ რომ მზიას არაფერი დაემართოს ციხეში. თავისუფლება მზიას თავისუფლება პოლიტპატიმრებს ძირს რუსული რეჟიმი